ანიმეებში ხშირად გამოიყენება ტერმინი movie quality animation, ფილმის დონის ხარისხის ანიმაცია, მაგრამ თუ სიმართლე გითხრათ, რეალურად ბევრ ფილმსაც კი არა აქვს მაგ დონის ანიმაცია, რასაც movie quality animation ქვია. მაგრამ ამ ანიმეს Redline-ს აქვს რეალურად ფილმის დონის რეალური movie quality animation და უფრო მეტიც ეს საუკეთესო ანიმაცირებული ანიმე ან შოუა, რაც კი ოდესმე მინახავს და არ საუბრობ იმ შემთხვევაზე, როცა ანიმეს ერთი ან ორი კონკრეტული არაჩვეულებრივი საკუკა სცენა აქვს და დანარჩენი ანიმე არაუშავს რა კი არა, შეიძლება საშუალო დონის ანიმაციაც კი არ იყოს. როგორი შემთხვევაც მაგალითისთვის Demon Slayer-ია. მაგაზე უკვე მაქვს ვიდეო გაკეთებული. და ასევე მინდა შევადგინო ტოპ 30, ტოპ 25 საუკეთესო ანიმაცირებული ანიმეს სია, მაგრამ მანამდე მინდა თითოეული ეს ანიმე განვიხილო სათითაოდ. და მე საბოლოოში ჩამოყალიბდა რომელი ადგილზე იმსახურებს ყოფნას და თუ განხილვის ვიდეოს ყურებ მაგათ ამ სიის მიხედვით, ტოპ 25 სიის მიხედვით ვიდეოს thumbnail-ზე და სათავეში მივუთითებ რომელი ადგილზე მყავს ეს კონკრეტული ანიმე ჩასმული ანიმაციის მხრივ. ამ მომენტისთვის ეს პირველ ადგილზეა. ამ ანიმეში ფაქტობრივად 1 წუთიან მონაკვეთს ვერ ვნახავ, რომელშიც რაიმე მოძრაობა და ანიმაცია არ იყოს. და სრულიად ლოგიკურია ერთ-ერთ საუკეთესო სტუდიას, თუ საუკეთესო სტუდიას არა, Madhouse რატომ დასჭირდა ამ ანიმეს დასასრულებლად 7 წელი. და უმეტიც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ანიმე იმდენად წარუმატებელი იყო, რომ ფაქტობრივად კინაღამ სტუდია გააკოტრა. და ამ ანიმეს იმდენად მაგარი ანიმაცია აქვს და იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ ფაქტობრივად 1 წუთიან მონაკვეთს ვერ ვნახავთ. რამე არ მოძრაობდეს. და ხშირ შემთხვევაში პერსონაჟები ფონზეც კი მოძრაობენ. ფილმის განმავლობაში ფონებზეც კი მოძრაობენ პერსონაჟები და ანუ ამ პერსონაჟებისთვისაც კი ანიმაცია აქვს და ანიმატორებს გაკეთებული და დრო აქვს დახარჯული. თუნდაც სცენა იყოს სტადიონზე უამრავი ადამიანის და პერსონაჟის მაინც ყველა ამ პერსონაჟის character animation გაკეთებული იქნება და მოძრაოდ არ იქნება არც ერთი პერსონაჟის ადგილას, როგორც ამ სცენაში მაგალითისთვის, რომელიც გაკეთებული ანიმატორის კოიკეს მიერ. და ასევე თუ იმის ნახე გაქვთ Vampire Hunter Bloodlust, კოიკეს გაკეთებული ასევე ეს კონკრეტული სცენაც სწორედ Vampire Hunter D-ში. და რა დავალდოთ ფაქტი, რომ რეალურად ანიმე ბოლაზია და ტექნიკურად მოეთხოვება კიდევაც რომ კარგი mechanical animation კონდეს. ანუ ამას კარგი mechanical animation კი არა, წარმოუდგენლად გასაოცარი mechanical animation აქვს. ანუ იმ ბოლოს რომ პერსონაჟების დიზაინი იმდენად კომპლექსურია, რომ ჩვეულებრივად mecha ანიმაციაა და არა mechanical, ანუ და ისე იდეაშისაც თორსები mechanical ანუ ტრანსპორტის ან მანქანების დამსხოს რაღაც ანიმაცია mechanimაციაში გადადის და mechanimაციის ნაწილად ითვლება, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ანუ რობოტები რო იბრძვა და რობოტებს წარმოუდგენლად კომპლექსური დიზაინი აქვს, ფაქტობრივად მაგდონის დიზაინები და მაგდონის ანიმაცია აქვს ამ ანიმეს. ხვდებით, ანუ უბრალოდ ვერ ვთქვა მანქანები და ტრანსპორტის ანიმაციაა. რომ დავალდოთ რამდენად რთული იქნებოდა ყოველ სცენაში ამ ტრანსპორტის და მანქანების ხატვა. იქიდან გამომდინარე, რომ ანიმეს 40 წუთი, 40 წუთი დასაწყისი და დასასრული მარტო ბოლაა და მარტო მანქანებზია. პლუს იმის ფონზე რომ ძალიან ბევრ სცენაში არა მხოლოდ პერსონაჟები, არამედ ეს ტრანსპორტი და მანქანებიც პერსპექტივაში და ხატული და პერსპექტივაში მოძრაობს. ყველა სცენა დახატული ტექნიკურად ვაკაბე შადოუს, ვაკაბეს ჩრდილების სტილში გაკეთებული. ან ფონებზეც რაც არის დახატული, მანქანები იქნება თუ სხვა რაღაცები იქნება, არა მხოლოდ პერსონაჟები, შენობები და დეტალებში დახატული ძალიან წვრილმა დეტალებში. ყოველ სცენაში, ბოლო სცენებშიც ბევრ სცენაში ძალიან მაგარი არაჩვეულებრივი background animation ფონის ანიმაცია და ასევე deep animation არის. და რო აღარაფერი ვთქვათ, ასე ვქო effects animation, როცა აფეთქების სცენებია ან რაღაცა კონკრეტულად ეს სცენა მაგალითისთვის ამაზე ვისაუბრებ, ანუ წარმოუდგენლად გასაოცარი ეფექტების ანიმაცია. ანუ ყველა ასპექტში რაც უნდა განიხილო ეს ანიმე, ანუ ყველა კატეგორიაში, ყველა ტიპის ანიმაცია უმაღლესი დონისაა. და რთული კომპლექსური დიზაინები არა მხოლოდ ან ტრანსპორტს და მანქანებს აქვს და ამის ანიმაცია გაკეთებული და მით უმეტეს რომ ეს თავდაპირველად დახატულია ხელით 2D ანიმაცია და არა 3D CGI არ არის ვაფშე გამოყენებული. თვითონში მე არც ერთი სცენარში შემიმჩნევი რომ CGI იყოს. იქიდან გამომდინარე რომ ძირითადი მუღამი ანიმესი და მიზეზი რაც უყურებდა ხალხი იყო ასე ვქია mechanical animation, ანუ ტრანსპორტი, ბოლები და მსგავსი ანიმაცია და არა character animation და პერსონაჟის ანიმაცია. თავისუფლად შეძლოთ ეგ აერიდებათ, მაგრამ არა, ეგეც არაჩვეულებრივი და უმაღლეს დონეზე გააკეთეს. და ასევე პერსონაჟების დიზაინები არასაჭიროდ კომპლექსურიც კი და ეს კომპლექსური დიზაინები აქვს ასევე პერსონაჟებს, რომლებიც ფონზე ჩნდებიან. ხედავთ იმის, რომ დარწმუნებული ვარ, ანუ თავისთავად ეცოდინებათ, რომ მოუწევთ ამ პერსონაჟების დახატვა და ანიმაციის გაკეთება არა მხოლოდ ფონებზე, ასევე crowd scenes, ანუ სცენებსაც გადატენილია ხალხით, მთელი სტადიონი რაღაცა ეგეთი მსგავსი სცენები. არავინ გაამთხოვნებდა ანიმატორს, რომ მარტივი პერსონაჟების დიზაინი აერჩიათ. საერთოდ არა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟებისთვის, თავარი გმირებისთვისაც უფრო მარტივი პერსონაჟის დიზაინები აერჩიათ. ნაკლები შუქჩრდილებით მაგალითად კაგედაში სტილი აერჩიათ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ანუ ანიმატორმა მაინც გააკეთეს.
და ასევე უნდა გავამახვილო ყურადღება ამ კონკრეტულ ანიმაციაზე, კონკრეტულ ქართზე, სცენაზე ანიმაციის, რომელიც არის წარმოუდგენლად კომპლექსური, რთულად დასახატი და არაჩვეულებრივი ანიმაცია. არა მხოლოდ ასე ვქვია პერსონაჟის და რაღაც დიზაინის მხრივ, არამედ რამდენად დეტალებში გაკეთებული ყველაფერი. და ეს არის გაკეთებული ლეგენდარული ანიმატორის შინია ოჰარას მიერ. ერთხელ One Piece-იც იმუშავა. ეს მურაკოტი ტრანსფორმაცია გაკეთებულია შინიო ოჰარას პირველ ნაწილი და მეორე ნაწილი აკიჰირო ოდას გაკეთებულია სრული სერიოზულობით ტოპ 3 საუკეთესო ანიმატორში ჩემი შეხედულებით. წარმოუდგენლად არაჩვეულებრივი ანიმაციაა გაკეთებული, ასევე არის სხვა კომპლექსური სცენებიც. როდესაც მანქანა mechanical animation გაკეთებულია პერსონაჟის ანიმაციასთან ერთად პერსპექტივაში. დახატულია მოძრაობაში და პერსპექტივაში. ანუ წარმოუდგენლად რთულად რო ავხსნათ ამ ანიმეში რა ასპექტიც არ უნდა განვიხილოთ ანიმაციის, ყველაფერი გაკეთებულია უმაღლეს დონეზე. ტექნიკური თვალსაზრისით ეს ანიმაცია, რედლაინის ანიმაცია არის შედევრი. ერთადერთი რა ნაკლით შეიძლება მოუძებნო არის ის, რომ სტილი არ მოგეწონოს. სხვა ვერაფერი.